ყველაზე დიდი სისულელე, რასაც ბავშვობაში გვასწავლიდნენ, არის ეს. იყავი კეთილი და სხვებიც სიკეთით გიპასუხებენ. ახლა როგორც ზრდა ასრულ ადამიანს პირდაპირ გკითხავ. შენი გამოცდილებით ეს მცნება სიმართლეა? რამდენჯერ დაარწმუნე თავი, რომ სხვის დონემდე არ უნდა დაეცე? რამდენჯერ თქვი, რომ ქაჯური აგრესია არ შეგეფერება? რამდენჯერ მოეკეცი ბოროტ ადამიანს რბილად, იმიტომ რომ შეგეცოდა, ან მორალმა და აღზრდამ ხელი შეგიშალა? რამდენი შეურაცხყოფა, უპატივცემულობა და თავზე დაჯდომა აიტანე ისე, რომ საკადრისი პასუხი არ გაგიცია? გინდა სიმართლე გითხრა. შენ კეთილი არ ხარ. შენ უბრალოდ ხარ სუსტი. იცი რატომ? მიზეზი მარტივია. სიკეთე არის ძლიერი ადამიანის პრეროგატივა. სუსტს არ შეუძლია იყოს კეთილი, რადგან სუსტი უბრალოდ უსუსურია. წარმოიდგინე კლასიკური სიტუაცია, რომელიც ყველას გვინახავს ან განუცდია. ადამიანი, რომელიც ყველას ეხმარება, კოლეგას, მეგობარს, ოჯახის წევრს, ყოველთვის დიახს ამბობს, ყველას პრობლემას იზიარებს, დროს უთმობს და ფულსაც კი სესხულობს. გარედან ყველა ამბობს თუ რა კეთილი ადამიანია, მაგრამ თუ ჩაუღრმავდები, ის არ არის კეთილი იმიტომ, რომ გულით ასე უნდა. ის კეთილია, რადგან სხვა გზა არ აქვს. მას არ შეუძლია უარი თქვას, რადგან უარის თქმის შემთხვევაში შეიძლება ცუდი გახდეს, შეიძლება უარყონ, შეიძლება კონფლიქტი წარმოიშვას, ან უბრალოდ შეეშინდეს, რომ არასწორი იქნება. ბევრს გაუგონია ეს ფრაზა მუშტზე და ვიკლავდი რომ არა მანდილოსნები, რომ არა ადგილი, რომ არა კამერები, რომ არა ის, რომ არა ეს და ასე შემდეგ. მაგრამ იმ ადამიანის პირიდან, რომელიც ცხოვრებაში არც თავად გასისხლიანებულა და არც სხვა გაუსისხლიანებია, ეს სიტყვები ცარიელი ლაღბობაა. მეორე მხრივ, ჩემ ახლობლებს მსგავსი მიზეზებით შეუკავებიათ თავი, მაგრამ მათი მჯერა, რადგან მათ არაერთი ყბა და ნეკნი დაუმტვრევიათ. ზუსტად ამიტომ მათ ეს ეთქმით. შენ კი როდესაც ვინმეს მორიგ თავზე დაჯდომას პატიობ, გაიხსენე, გაგვს თუ არა ზურგს უკან იმის მტკიცებულება, რომ შეგიძლია დასაჯო, რომ შენი პატიება მართლა პატიებაა და არა სისუსტე. თუ ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ბრძნულ მიზეზებს იფიქრებ, რომ კონფლიქტს გაიქცე, ან ვითომ ცივილურად მოაგვარო. ბევრი ამის გაცნობიერებისას დაიწყებს რისხვის ამონთხევას ყველაზე ახლობლებზე, რადგან იციან, რომ მოუთმენენ და შერჭებათ. უცხოების მიმართ კი მორჩილები და ნაზები დარჩებიან. ეს უკიდურესად ლაჩარი ადამიანის ნიშანია, რასაც სამწუხაროდ ბევრში შენიშნავ. რაც უფრო ახლობელი ადამიანი, მით უფრო მოუფრთხილდი. მათი მეგობრობით არასოდეს ისარგებლო თვით დამკვიდრებისთვის, ან ეგოს ასამაღლებლად. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც სისასტიკეს იმსახურებს და თუ სამართლიანობას დაივიწყებ, შენც ერთ-ერთი მათგანი გახდები. შესაძლოა პირველი ადამიანი ვარ შენ ცხოვრებაში, რომელიც პირდაპირ გეუბნება, როდესაც ვინმე ზღვარს სცდება და შენს პიროვნებაზე გადმოდის თან არა იმ მიზეზით, რომ დაიმსახურე, არამედ იმიტომ, რომ შეუძლია ყველაფერი გააკეთე, რომ ამ ადამიანმა თავისი საქციელი ინანოს. გააკეთე ვერბალურად ან ფიზიკურად, ან ორივე. შენს გულის წყვდიათში ჩაიხედე და სისასტიკე გამოაღვიძე. დამარცხდები? არა უშავს. ხომ გაგიგია, რომ შურისძიება ერთი დიდი არალოგიკური სისულელეა. ხო და დაივიწყე ეგ იმპოტენტური პოზიცია. გაძლიერდი, დაბრუნდი და ღირსებაც დაიბრუნე. შენ გატყუებენ, ვითომ ცივილიზებულ საუკუნეში ცხოვრობ. სინამდვილეში კი ისევ ჯუნგლებში ხარ. უბრალოდ თუ ჯერ ეს არ გაგიკეთებია, შექმენი საკუთარი ძალა და დაიმსახურე უფლება, რომ იყო კეთილი. დაამტკიცე, რომ ეს შენი არჩევანია და არა გამოუვალე მდგომარეობა. ახლა კი წარმატებებს გისურვებ შენს გზაზე და იცოდე, რომ შენს ჭეშმარიტად კეთილ საქმეებს ველოდები დროებით და წარმატებები.